თქვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი რამე პირველი თქვენ დილით შეგიძლია ეს გააკეთო, რომ ერთი კოზი ექსტრა ვირჯინის ჯეთუნის ჯეთი თუ დალევს. ბევრი მაგარი სასარგებლო არის ამ ერთი კოზის ჯეთუნის ჯეთის მეგობრებო. რატო ასასარგებლო და რატო უნდა გააკეთო ეს საქციელი, რატო უნდა დალიო ერთი კოზი სუფრის ექსტრა ვირჯინის ჯეთუნის ჯეთი? მინდა გითხრა ამ ქართული კომპანიაზე აქ ჯეთუნის ჯეთი, აგერ თამარ მეფის იმათით არის წერია, რომ ეს უკვე აეროპორტში ნაკიდია. ეს არის ჯეთუნის ჯეთის პირველი კომპანია მეგობრებო, რომელმა შემოიტანა საქართველოში ძირი, პირველი ძირი. დაახლოებით 20 ტონა აკეთებენ, რომელიც ძალიან ცოტა, იმიტომ ხარისხიანია. კომპანიები, რომელიც იტალიიდან მოდის, ის დიდი კომპანიებია, იმათ პომეს ჯეთიცა, სხვადასხვა ჯეთებია და იმდენად თქვენ დაცული არ ახარ, რომ ხარისხი იყო კარგი. თან ძვირია. ეს ფასითაც იაფია, ვიდრე იტალიური და ისპანური ჯეთები რო არის. და თან ქართულია. ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა, რომ აქ გაკეთებული პროდუქტია და ეს უკვე გასინძული მაქვს რამდენჯერ, რომ სუფთა გარანტირებულად არის. პირველი ხარისხის ჯეთუნის ჯეთია ეს ჯიო ლაივი მეგობრებო. პირველი სარგებელი ეს არის მეგობრებო, ერთი კოზი ჯეთუნის ჯეთი თუ უძმოზე დალევს, თქვენი საჭმელის გადამუშავების სისტემა უფრო კარგად იმუშავებს და ესეთი ადამიანი, ვისაც აწუხებს კაბზობა, კაბზობის პრობლემა ნელ-ნელა მოიხსნება და უწნაწლავის ბაქტერიებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. იმათ მოსწონს, იმიტომ შედის პოლიფენოლები, ანტიოქსიდენტები, რომელიც იცავს ჩვენი ნაწლავის ფლორას. მითი არის მეგობრებო, ჯეთუნის ექსტრა ვირჯინით არ შეიძლება შეწვა და პომეს ჯეთი, რომელიც ვითომ ჯეთუნისა და უფრო იაფია, მაგით შეწვა შეიძლება. არც ერთი შემთხვევაში მეგობრებო, თუ შეწვა შეიძლება, ეს როგორც არის ერბო, კარახი და შეწვა ექსტრა ვირჯინეთაც შეიძლება. იმიტომ ეს მითია, რომ არ უნდა შეწვა. ძალიან მაგალი ტემპერატურაზე, როგორც რესტორნებში გრმა შეწვავენ, მაგი არაფერით არ ვარგა, მაგრამ თუ თქვენ დაფაზე 220-მდე, 220 გრადუსამდე რამე კვერცხი ან საჭმელი ან სალათა რამეს აკეთებს, არაფერით მავნე არ არის, ოქსიდაცია არ კეთდება. კი ბატონო, დაბალი ტემპერატურა არის, მაგრამ ბოლამდე არ უნდა მიიყვანო, ბოლი არ უნდა მოვიდე. ეს ნებისმიერი შემთხვევაშია, კიდე ერბოთი აკეთებს, კიდე ნებისმიერი ცხიმით. ბოლამდე არ უნდა მიიყვანო საჭმელი. ეს იმიტომ ექსტრა ვირჯინითაც არის შესაძლებელი. ბოლი არ უნდა მოვიდე. აქ შედის ერთ-ერთი ნივთიერება მეგობრებო, ოლიო კენთალს, რომელიც არის ძლიერი ანტიინფლამატორი, ანუ ანთების საწინააღმდეგო. შიგნით ჩვენი ორგანოებში რომ არ განვითარდე, მაგისგან იცავს ჩვენი ორგანიზმი. შიგნიდან ნაწლავი უფრო განსაკუთრებულად. და რა თქმა უნდა, ცუდი კოლესტერინი მოდის ქვევით და კარგი კოლესტერინი იზრდება მეგობრებო, როცა კოლესტერინი არის ადამიანის მომატებული, იმ დროს არ შეიძლება ცხიმის მიღება. ეს კარგი ცხიმია მეგობრებო. ცუდი ცხიმი, გრმასემწვარი კარტოფილი, გრმასემწვარი ხორცი არ ვარგა. მაგრამ ჯეთუნის ჯეთი არის კარგი, რომელიც ჩვენი კანისთვის, ნაწლავისთვის, კუჭისთვის და კარგი კოლესტერინი და რომელიც ჩვენი გულისთვის საუკეთესო ცხიმია. A ვიტამინი, D ვიტამინი, E ვიტამინი და K ვიტამინი არის მეგობრებო ცხიმსი ხსნარი. ანუ ცხიმი უყვარს იმათ, უყვარს კი არა, ცხიმსი იხსნება. თუ თქვენ იგებს ჯეთუნის ჯეთი უძმოზე, მაშინ საჭმელში ნაჭამი ეს 4 ვიტამინი უფრო კარგად ითივსება და ამ 4 ვიტამინის ნაკლებობა ადვილად არადროს არ გექნება. პირადად ჩემი გამოცდილება ეს არის მეგობრებო, უძმოზე როცა იგებს ერთი კოზი, დიდი ხანი მერე სხვა საჭმელი არ მოგინდება. ანუ წონის დაკლებაშიც დაგეხმარება, რომ არა მალე არ მოგშივდე. შუადღისკენაც თუ საჭმელი მოგინდა, ერთი კოზი ჯეთუნის ჯეთი თუ დალიე, უცბად დაიკარგება საჭმელიც ჭამის შეგრძნება და წონაშიც დაიკრება.
ყველა ადამიანს არ შეუძლია პირდაპირ დალევა. თქვენ შეგიძლია ეს შეურიო ჩაეში, კავაში ან თბილი წყალში. ცხელი წყალში შეურიეთ დალიე. ეს თქვენი ზამთრობისთვის არის ძალიან სასარგებლო მეგობრებო, განსაკუთრებით იმ ბაქტერიებისთვის, რომელიც სულ თხოვენ რამე მომიტანე და ყოველთვის კარგია რომ შენი ქვეყნის პროდუქტს კიდულობ. მაინც extra virgin თუ კიდულობს, საქართველოში კეთდება, კახეთში კეთდება, საქობო სოფელში არის 120 დაახლოებით ჰექტორი და ერთ-ერთი დანადგარია საქართველოში, რომელიც აკეთებს ზეთუნის ზეთი, უმაღლესის ხარისხის, extra virgin. იმედია მოგეწონება ინფორმაცია, სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი. აბა კარგად.